სახელმწიფოები ავსტრალიაში. Постояльцами Монстр-ленда являются местные аборигены. Но что, если эта территория вовсе не принадлежит роду человеческому? Что, если те самые создания... ხო, წამყვანი ამბობს, რომ შეიძლებაო ის უცნაური არსებები და ცხოველებიო, რომლებიც ბინადრობენ ავსტრალიაში, ისინი არიანო ავსტრალიის აბორიგენებიო. ნამდვილი მეპატრონეებიო მიწის. которые обосновались там уже очень давно и задолго до появления человека. На протяжении долгого времени среди сторонников теории заговора и исследователей аномальных явлений повышенный интерес вызывают многокилометровые ограждения, протянувшие... დიდ ინტერეს წარმოადგენს ის ღობე, რომელიც გაჭიმულია რამდენიმე კილომეტრით. თითქოს ეს ღობე აშენდა ფერმერების დასაცავად. Титкос угодий от расплодившихся кроликов и собак динго мы слышали, но... Титкос дингосგან და ბაჭებისგან დასაცავად ფერმერების მიწის ნაკვეთებისა, რომ შემოსავალი არ განადგურდეს. Вероятнейших существ, когда-либо замеченных на закрытой территории. Но вы только подумайте, к чему столько конспираций и ограничений для, казалось бы, обычного заповедника. И что, если этот самый загадочный континент может являться... Титкос, რატომ არის ამდენი საიდუმლო ამ კონტინენტთან დაკავშირებით? თუ იმაზე ვისაუბრეთ, თუ ვინ ან რა იმალება ამ უსაზღვრო ღობეების მიღმა, ჯობს გავიხსენოთ მისი მასშტაბები, ამ ღობის მასშტაბები და გავერკვეთ მის კონსტრუქციაში. ღობე შედგება მეტალიკური კონსტრუქციისგან და ამ ღობის ზევით, როგორც მე წინა ვიდეოში გითხარით, მიდის ეკლოვანი ხსინა და ძაბვა აგრეთვე, მაღალი ძაბვა. более 5500 километров. აგრეთვე ამ ღობეს პატრულირებენ და ამ ღობის სიგრძე არის 5614 კილომეტრი. ზოგ ადგილებში ღობის სიმაღლე არის 1 მეტრონახევრიდან და ზევით, ზოგ ადგილებში კი 10 მეტრომდეც კი ცდება. დაისმება კითხვა, ნუ თუ ეს ძაღლებია, დინგო და ბაჭები იმდენად მაღლები არიან, რომ ეშინიათ, რომ ღობეს არ გადახდნენ. ღობეზე არ გადახდნენ. ძალიან საშიშია ის ლეგენდები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა პირველი ადამიანებისგან, რომლებიც დასახლდა აქ ავსტრალიაში. ესენი არიან აბორიგენები, თითქოს ავსტრალიის აბორიგენები. სამხრეთით განლაგებულია ავსტრალიის სამხრეთით განლაგებულია მთები, რომლებიც დაფარულია ყინულით. ადრე ითვლებოდა, რომ ავსტრალიის ეს ნაწილი გაერთიანებულია ანტარქტიდასთან. წინა ვიდეოში, ახლა რომ დავდენ ვიდეოში, მიაგნეს ხომ კედელს ბიჭებმა. არხის ვინდოუ წამყვანმა და ბიჭებმა მისმა ხომ მიაგნეს. ლურჯი ყინული რომ განახეთ. ამიტომებში ქალაქი მართლაც არის, მაგრამ ყინული იმდენია, იმაზე მეტია, რაც ზამთრის პერიოდში, ზამთრის სეზონში. აბორიგენების ნათქვამში საუბრობენ, რომ როდესაც გაივლი ავსტრალიის ტერიტორიას, იწყება ცივი დათოვლილი მიწები. როდესაც გაივლი რაღაც მანძილს ავსტრალიის ტერიტორიისა, იწყება ცივი დათოვლილი მიწები. და კიდევ უფრო თუ გააგრძელებ გზას, იმ ყინულოვანი კედლის უკან
არის ზღვა და კონტინენტები, რადგან ჩვენი დედამიწა უფრო დიდია ზომით, ვიდრე ჩვენ მგონიათ, ეს არის რუკა კონტინენტებისა. ყველაზე იღბლიანებს გაუმართლად არა მხოლოდ მოხვედრილი იყვნენ იქ, არამედ დაბრუნებული იყვნენ ცოცხლები უკა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნახეს ძველი ცივილიზაციების მიგდებული ქალაქები. აკვირდებოდნენ ადამიანისთვის გაუგებარი ბუნებრივ ანომალიებს. იმ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ ჩვენთვის უცნობი არსებები. Растения Как получать деньги из воздуха? Научиться создавать? и огромные человекоподобные. ხოჭოები, обезьяны. გიგანტური მცენარეები, Эти рассказы аборигенов подтверждают теорию о том, что мы живем на закрытой территории, и якобы за ней находятся другие континенты наши. ხო, როგორც მე გიხსენდი ჩვენ ვართ ჩაკეტილ ტერიტორიაზე, ჩვენ სამიდეს გაზომილების წარმომადგენლები და თანდათანობით ყინული დნება, რადგან იმატებს განზომილება, ვიმატებს ვიბრაციული ენერგიები და ნელ-ნელა ჩვენ მოგვაშორებენ ყინულოვან კედელს. და დღეს ერთ-ერთ ვიდეოში მე თქვენ გითხარით, რომ გიპნოზი რომ იყო ეზოტერიკული, რომ იყავდა იმ კაცს, გითხარით უბრალოდ იმ კლიენტმა თქვა, რომ 80-იანი წლებისთვის საერთოდ მოხსნიან კედელს, ან ზოგი დადნება, ზოგი მოიხსნება და ჩვენ ნახავთ სხვა მიწებს. ჩვენ გვაჩვენებენ, სად არის განლაგებული ეს მიწები. თუ დაიტოვება დაუშვათ ტერიტორიები, აღმოაჩენენ ახალ ტერიტორიებს. ხო და ეს ახალი მიწები ოფიციალურ რუკაზე არ არის დატანებული. მე თქვენ ერთხელ გითხარით, რომ დახედეთ გაეროს რუკას. ხო, ბევრ ფილმებში, მაგალითად ტერორისტულ ფილმებში ან ფანტასტიკურ ფილმებში ჩვენ გვაჩვენებენ ყოველთვის გაეროს რუკას. თუნდაც იგივე 24 საათი ავიღოთ კინო, სერიალი. იქაც იყო ნაჩვენები. დააკვირდით გაეროს რუკას, ის არის ჩვენი ნამდვილი ტერიტორიები. და საბჭოთა კავშირის დროს ატლასები და რუკები რომ იყო გამოშვებული იქა, მომატებულია მიწები, იმდენი მიწები სიახლეში არ არსებობს. იქ არის მიწები-მოწეპილი, დამაგრებული, მიმაგრებული, ზოგი ადგილას გადაკეთებული. აი ეს არის ჩვენი, ნახეთ, ყინულოვანი კედელისა და ხო, ამიტომ მიდის კამათი წყელ მიწის მომხრეებდა ბურთისნაირი მიწის მომხრეებს შორის. არც ერთნი არა მტყვანი და არც მეორე, რადგან დედამიწა არის სფეროსებული, დიახ, მაგრამ დედამიწა არის იაჩიკესებული, ცოტესებული, როგორც ფუტკრის სახლი. ერთ-ერთი იაჩიკის წარმომადგენლები ვარ ჩვენ, ჩვენი იაჩიკა განლაგებულია ცენტრში, სადაც მიდის ტუნელი არქტიკიდან და ისა ჩვენი არქტიკიდან შედის, გამოდის სფერო არის კვერცხისებული დედამიწის მეორე მხარეს. და ჩვენი იაჩიკაზე ჩვენ ვართ მხოლოდ
ჩვენ გვიკავია მხოლოდ პატარა ტერიტორია, ის ტერიტორია, რაც შემოღობილია ყინულოვანი კედელით. ხო. ნახეთ, როგორ გავს ჩემ დახატულ რუკას, გადმოხატულს უფრო სწორად. ნახეთ? ხომ გავს? თუ გავს ნანახი? კი, გავს. ავსტრალიის უდაბნოში ბინადრობენ საშინელი ცხოველები და მოსლები. ერთ-ერთი მობინადრე, ნახეთ, ხალხი გარბის. მაგალითად, აბორიგენები ამბობენ, რომ მდინარეში, რომელიც იქვე გადისო, მიედინებაო, ცხოვრობსო მოსტრი მულდჟევანკი. მოსტრი მულდჟევანკი. ესენი არიან გიგანტური რეპტილიების პოპულაცია, რომლებსაც შეუძლიათ ფსკერზე ჩაიტანონ მთელი გემები. მთლიანად გემი ჩაიყუტანონ ფსკერზე. მაგრამ რეპტილია ნახეთ აგერ სახე. აი ეს. თვითუთით. აი ესა რეპტილიის სახე აგერ. დააკვირდით? აგერ. ამის გარდაო უდაბნოს ცენტრალურ ნაწილში დადის ლეგენდა იოუიზე. ხო, ქვია, არ ვიცი ეს რა ცხოველია, რა არსება, მას ქვია იოუი. ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში დადის ლეგენდა, ციდან როგორ ჩამოვარდა წითელი კვერცხი. საიდანაც გამოვიდნენ თეთრკანიანი ჰუმანოიდები და მათი შვილები. ესენი იყვნენ გოლიათებიო, რომლების სიმაღლე აღწევდაო 5-6 მეტროს. რაღაც დროის გავლის შემდეგ ეს გოლიათები გარდაიცვალენ და მათი შთამომავლობა შეერია იქაურ მოსახლეობას. თვითონ ევროპელები ადრე რუკაზე აღნიშნავდნენ ამ ადგილს როგორც გოლიათების ქვეყანას. აბორიგენების სიმაღლე აღწევდა 2 მეტროზე მეც, 2 მეტრო და მეტი. ეგრეთ წოდებული კოსმოსური კვერცხი, რომელზეც ჩამოფრინდა ჰუმანოიდები კოსმოსიდან, დროდახანის განმავლობაში შეჭამა ჟანგმა და შემდგომ ჩაყლაპა მიწა. დღესაც კი მათზე ნახსენებია ხრტეზე, როგორ გითხრათ, დახატულ ნახატებზე. ავსტრალიაში ხრტეზე დახატულ აგერა ერთ-ერთ მაგალითს ხედავთ აგერ. ნასკალენ რისუნგი. ამათაც შე ტანსაცმელი, მაგრამ ეს გონი სკაფანდრებია. სკაფანდრებში არიან გამოწყობილი, რომ გამოვიდნენ კვერცხი და ეცვათ ეს ტანსაცმელი მაგათ. სკაფანდრის მაგვარი ნახეთ. აგერ ნახეთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ ამ უდაბნოში დარჩა ბევრი არტეფაქტი, რომელთანაც იქაური მთავრობა არავის აკარებს უცხო პირს. Уцхо პირებს საერთოდ არ აკარებენ იქაურობას. Однако, неужели для этого понадобилось бы строить высоченный забор под напряжением? მაგრამ ამის გამო განა საჭირო იქნებოდა ამ ხელა ღობისთან ძაბის ქვეშ აშენება? არა, საქმე რაღაც სხვაშია. თუ აქ მაცხოვრებლებს ემუქრებათ სხვა საშიშროება, თუ ჩვენ ისევ მიმართავთ აბორიგენების ლეგენდებს,
ჩვენ მოგვიყვებიან რამდენიმე მონსტრის შესახებ, რომლებიც ბინადრობენ ავსტრალიის უდაბნოებში და ტბებში. როგორც თქვენმე გაჩვენეთ, რადა მე გამეთის სხვას დაუჭირე ხელი და გადავერთვე სხვა ვიდეოზე, რომ დაბრუნდი, არ ვიცოდი სად ვიყავი გაჩერებული და თავიდან მომიწია სმენა. თან ის გამოტოვებული მქონდა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგის გადავთარგმნე და აი ეს გაჩვენეთ მე ვიდეოს თავში თქვენ და გაჩვენეთ რეპტილოიდური მონსტრი, რომელიც ბინადრობს ერთ-ერთ მდინარეში და რომლებსაც შეუძლიათ მთლიანი გემების ჩაძირვა, ჩატანა ფსკერზე. ხო და ეს რო გაჩვენეთ ახლა, ეს არის მონსტრი მულჯევანგი. ესა მულჯევანგი, რეპტილია. აგერ მისი სახე, თვალები ნახეთ, თვალები. და ნახეთ რა პატარა ადამიანი. ამასა რო შეუძლია გემების ფსკერზე ჩატანა. ხო და როგორც გითხარით, ავსტრალიის ცენტრალურ რაიონებში დადის არსება სახელად იოუი. Титутит? И во всем мире под именем Снежного человека. Кстати, в Квинсленде... რომელიც ან იეტი ალბათ, იეტი. ავსტრალიაში იოუ ქვია, მაგრამ ისე იეტის უწოდებენ ამათ, ესენი გავლარიან ადამიანს და ადამიანის მაგვარი თოვლის კაცუნა, თოვლის კაცი. სინამდვილეში ესენი არიან ძალიან გაცნობიერებული და გონიერი არსებები. ფლობენ ტელეპათიას. დიახ, ისინი ადამიანს არ აჩვენებენ თავს, რადგან შემდეგ მას არ მოეშვებიან. ის კი არა, მე კორიგუდზე ამევარდა გული, კორიგუდმა თქვა, რომ იეტიზე გამოცხადებულია მონადირეობა. რატო უნდა იმონადირონ იეტებზე? მაიმუნებს უძახიან მათ. ძალიან მომივიდა გული კორიგუდზე, აწმე მას არ გადავთარგმნე საერთოდ. რაც ქვია, რა მაიმუნი ესენი არიან ჩვენზე მაღლა. ჩვენზე მაღლადგან არიან გონიერებით და ცნობიერებით. ამათ შეუძლიათ აზრების კითხვა, შეუძლიათ ტელეპათია. ეგენი არ ლაპარაკობენ, მაგრამ ტელეპათიურად აქვენ კონტაქტი ყველასთან, ბუნებასთან, დედამიწასთან, ყველაფერთან. ამას ვამბობ მე, რომ არ ესმით კორიგუდმა როგორ რა სამონადირო იყო იეტი, ის ხომ არ არის გარეული თუ ახლა საერთოდ მონადირეობა კარმიულია. კარმიული ჩიტის რომ მოკლა, კარმაში ჩაგეცდება. ის კი არა, ამ არსებებს დაუდგნენ ძეგლი. ეთნოგრაფები ცდილობენ აღმოაჩინონ ამ არსებების ადგილსამყოფელი, მაგრამ ვერ შეძლეს აღმოჩენა. ხო, შემდეგი მონსტრები ავსტრალიის მითოლოგიიდან უფრო საშიშად გამოიყურებიან. ერთ-ერთი აგერ თქვენ წინაშეა, ნახეთ, ორ ფეხზე დგას. ხელები აქვს ადამიანივით, ფეხები მხოლოდ თავი აქვს ცხოველის. უფრო ველს ჩამოგავს, მე მგონი. და ამ არსებას უწოდებენ კინიგერს. კინიგერ. ნახევრად ადამიანია, ნახევრად სუმკიანი კუნიცა. კუნიცა არის ქართულად რა? კუნიცა. ეს შემდეგი. ხო, ეს არის იგივე ხეცი, თქვენ რაც მე წინათ კიდე გაჩვენეთ, ერთ იგივეა და ამ არსებას უყვარსო თავის მსხვერპლის სისხლის დალევა. ძალიან უყვარსო სისხლი. Существо Яра-Майха-Ху. არსება Яра-Майха-Ху. Яра-Майха-Ху. ეს არის კარლიკი რეპტილოიდი, რეპტილია წითელი კანის ფერით. კარლიკი რეპტილია წითელი კანის ფერით. ამ არსებას აქვს სოსკები ხელებზე და ფეხებზე.
ის ცხოვრობს ხეებზე და არის ვამპირი. და ბოლოს ბუნ იპი ან ბანუ იპი. ბუნ იპ ან ბანუ იპი. საშინელი ცხოველი ძაღლის სახით, ძაღლის პირით, სპილოს ეშვებით აგერ სპილოს ეშვებით და რქებით ქონიათ აგერ. პინგვინის ლასტები აქვს, პინგვინის ნაირი ლასტები აქვს და ცხენის კუდი აქვს. ცხენის კუდისნაირი კუდი აქვს. ცხენის კუდისნაირი კუდი. ამ არსებასთან შეხვედრის შესახებ მარტო ავსტრალიელი აბორიგენები არ ლაპარაკობენ. ამ არსების შესახებ აგრეთვე ლაპარაკობდნენ პირველი ევროპელი კოლონისტები. არაა გამორიცხული, რომ ამ მონსტრებისგან დასაცავად გაიყვანეს ღობე, თან ძაბვას გაუშვენ ამ ღობეში. მაღალი ძაბვა. Появлялись далеко не на пустом месте, давать эту информацию из поколения в поколение. და ერები თავის შთამომავლობას გადასცემდნენ, აგერ შეხედეთ, რა კიდია, ამ ლეგენდას, რომ თავის შთამომავლობას შეძლო და თავის დაცვა. აგერ კიდევ ერთი საშინელი მობინადრე ავსტრალიისა ლეგენდებიდან. რატომ არის საშინელი არ ვიცი, ალბათ ესეც გოლიათი წერია. სახელად ვოუვი. ვოუვი. ამ არსებას ქვია ვოუვი. ფოლკლორის მიხედვით ეს არის უზარმაზარი ჭიანჭველა. წამოიდგინეთ ახლა უზარმაზარი ჭიანჭველა შეხვდებათ გზაზე. ამ ჭიანჭველას აქვს ხვრიკის თავი და ამ ჭიანჭველას შეუძლია გადაყლაპოს ზრდა სრული ერთი ადამიანი თავისუფლად შეუძლია გადაყლაპოს. აგერ კიდე ერთი უზარმაზარი წერი კალიას ჩამოგავს. თუ ჭრიჭინა არ ვიცი, კალიას ჩამოგავს გონი. ეს ავსტრალიაში არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა და არაფრის მოძიება არა საჭირო. ავსტრალიაში ბუნებრივად ხდება ასეთი მწერები. შეხედეთ, რამხელა პეპელაა. ადამიანის ხელზე ეტევა. ნახეთ? რამხელა პეპელაა. ნახეთ, რამხელა კრაბებია. ესა კრაბები, უზარმაზარი კრაბები. სკატები. გონი სკატებია ესენი, ნახეთ რა უზარმაზარი სკატებია. თევზები. სკატები. სკატებს გავს, სკატებს ჩამოგავს. ნახეთ? შეხედეთ, რა უზარმაზარი ანაკონდა. არა, ანაკონდა კი არა, ნიანგი. ნიანგი, ნახეთ რამხელა ნიანგია. ნახეთ. ნახეთ რამხელა ნიანგია. წამყვანი ამბობს, რომ მე თუ მაღიზიანებსო, ასე ჯიუტად რატომ მოარყოფსო ადამიანი სხვადასხვა არსებების არსებობასო. იმ არსებებებს უარყოფსო, რომლების ნახვას არაო შეჩვეული. აქ მინდაო გავიხსენო ესა სმენელს შევახსენო, რომ არსებობსო სუმჩატი ვოლკ, ავსტრალიური სუმჩატი ვოლკ, ესე იგი ამგელს აქვს სუმკა კენგურუსავით, რომელიც თითქოს გადაშენდა და ამ მგლის მაგვარი მეტი არ არსებობს დედამიწაზე. ეს არის ტასმანიური მგელი. ტასმანიური მგელი. ან წილაცინი. მაგალითად, რამ შეუშალა ხელი, რომ ავსტრალიაში არსება მაგალითად ერთქიან ცხენებს. რქები ხომ აქვს, ცხვარს, ძროხას. რათა უნდა გასაკვირი იყოს, ერთქიანი ცხენები და სხვა მითიური არსებები გამოსახული იყო ყველა ძველ რუკებზე, ავსტრალიის რუკებზე.
და არა მხოლოდ ავსტრალიის რუკაზე და არა მხოლოდ ის ცხოველები მასა ფანტასტიკური არსებებისა არის გამოხატული ბევრ რუკებზე, ძველ რუკებზე, თორე ახლა არა, ბევრ ძველ რუკებზე, ნახეთ. თევზა ქალების ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ახლა მითხარით, ვის მოვიდა თავში, არ არსებობს ისეთი რაღაცების დახატვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბის რუკებზე, ძველ რუკებზე. აგერ შეხედეთ. კარგით, მოდით ამ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი ვიდეო. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. რასაკვირველია, ვიდეო ხარისხიანი არ არის, რადგან მე ტელეფონით ვაკეთებ ვიდეოებს, მაგრამ თავარია საინტერესო იყოს. დროებით